სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. გრძელდება დიდი ზეიმი დღესასწაულის უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის. ეს დღეები განსაკუთრებულია თითოეული ჩვენთაგანისათვის, რადგანაც ყოველი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის სწორედ აღდგომა არის უმთავრესი გამსაზღვრელი მისი ცხოვრების წესის. რადგანაც რომ არ ყოფილიყო აღდგომა ქრისტესი, არც ერთი ჩვენთაგანი არ ვიქნებოდით ქრისტიანი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არ იარსებებდა ეკლესია ქრისტესი. აი ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღესასწაულთასა, როგორც მას წმინდა მამები უწოდებენ. წმინდა მამები, კერძოდ იოანე ოქროპირი, ამბობს, რომ ყველას აქვს ამ დღესასწაულის აღნიშვნის უფლება, ვინც იმარხა და ვინც ვერ იმარხა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იმარხა იმიტომ, რომ სურვილი არ ქონდა, რომ მარხვა დაეცვა. არამედ ვერ შეძლო მარხვა, ან არ იცოდა თუ რას ნიშნავდა მარხვა. მაგრამ როცა ადამიანი ეკლესიაში მოხდა, ბუნებრივია, რომ უკვე მარხვას ეძლევა თავისი მნიშვნელობა, რომ დღესასწაულის აზრიდან მნიშვნელობა გაიგო. ამიტომ დღესასწაულს ყოველთვის წინ უსწრებს სულიერი მომზადება. მაგრამ როცა დღესასწაულს აღნიშნავ, არ უნდა შემდეგ მოიქცე ისე, როგორც წარმართები იქცევიან. და არ უნდა ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიღაცამ მიუთითოს შენზე და თქვას, ხედავ ქრისტიანები როგორ აღნიშნავენ დღესასწაულსო. ეს ყველას გვეხება და ყველა ჩვენთაგანმა უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულებში. ამდენად დიდია დღევანდელი დღესასწაულის მნიშვნელობა და მას ჩვენი უწესო ცხოვრებით შევურაცხყოფთ. კვირაცხოვლობის დღესასწაულია დღევანდელ დღეს. უშუალოდ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით წირვის ბოლოს გესაუბრებით, ეს არის განახლება აღდგომის დღესასწაულისა და მოგითხრობთ თუ რა მოხდა მერვე დღეს მაცხოვრის აღდგომიდან. დღეს კი ეხლა კი ამ ჟამს მოусმინოთ მღვდელმთავარ ილია მინიატის კვლავ და კვლავ ქრისტეს აღდგომის შესახებ. აღდგომილი მეუფის დაებრივო მოწაფენო, მეც თქვენთან ერთად ვიხარებ. თქვენთან ერთად ვიხარებ ყოველნო ქრისტიანო ერნო, რომელთაც ბოლოს და ბოლოს იხილეთ აღდგომის შუქმფენი დღის ჩაუქრობელი ნათელი. მაღლით სამგზის ნეტარნი გუნდნი იხარებენ. ძალთა მეუფის ტახტს გარშემოხვეული ანგელოზნი მას საგალობელს უგალობენ. დაბლით თვით ჯოჯოხეთის ჯურღმულში ხარობენ. აღმოფრწყინვებული მზის დიდებითა და იმისი ნათელი გამოცხადებით, ვისაც ცოდვილ პირველ მამათათვის დაუღამებელი დღე მოაქვს. ხარობს ეკლესია, ნათლით შემოსილი საზლო ქრისტესი და საფლავიდან ვითარცა სასახლიდან აღმდგარ სასიძოს სიხარულით ეგებება. თვით გოლგოთას უცვლია იერსახე. ის იყო საშინელი ადგილი, სადაც სამწუხარო ამბავი მოხდა და საყოველთაო სიხარულის მომნიჭებელ დიად ადგილად იქცა. ჯვარი, მახვილი, ეკლის გვირგვინი, საშინელი ტანჯვის ეს უხეში იარაღები ახლა ღმრთის გამარჯვების ზეიმს ამკობენ. საფლავი ადრე ხრწნის მწუხარი ალაგი ახლა უსწნელობის სიცოცხლე შემოსილ სასახლედ მოგვევლინა, ხოლო ჭრილობანი მიზეზნი სიკვდილისა საუკუნო ცხოვრების წყაროდ ქცეულან და განიხარეს მოწაფეთა იხილეს რაი უფალი. მოზეიმე მსმენელნო, ჩვენც განვიხაროთ და ქრისტეს დიადი აღდგომის
ღმრთივ ბოძებულ მადლს ხოტბა შევასხათ. როცა დაიკეტა კარიბჭენი სამოთხისა, საიდანაც ადამი გამოიდევნა, ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიღო, რომლიდანაც წყევასა და ხსნასთან ერთად ქვეყანაც სიკვდილი შემოვიდა. ის როგორც ტირანი გამეფდა ადამიანთა უბედურ მოდგმაზე, რომელიც ტანჯვით ეწეოდა მძიმე უღელს და უმძიმეს ვალს საკუთარი სიცოცხლით იხდიდა. ადამი როგორც კაცთა შორის პირველი ცოდვილი, პირველი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ყველაზე ადრე თვით ადამზე უწინ მართალი და უდანაშაულო აბელი მოკვდა თავისი შურიანი ძმის კაენის ხელით. განასამართლიანი არ იქნებოდა, რომ სიკვდილი ისევე როგორც ცოდვა ადამისაგან დაწყებულიყო და არა აბელისაგან. ძმანო, ყოველი სამეფო მხოლოდ მაშინაა მყარი, როცა ის სამართლიანობას ეფუძნება. თუ სამართალი მეუფებს, საწყისი მეუფებისა მყარია და სუფევა მისი საუკუნო და პირიქით, თუ ის არა მყარი და უსამართლოა, მაშინ მეტად ხანმოკლეა. თუ კი ის უსამართლობით იწყება, დასაწყისი მერყევია. თუ ძალადობას ემყარება, ახლოსაა მისი დასასრული. ახლა კაცთმოყვარე ღმერთის განგებულების უმაღლესი საქმე იხილეთ. ღმერთმა დაუშვა და პირველი მოკვდა არაშემცოდი ადამი, რაც სამართლიანი იქნებოდა, არამედ უმციკლო აბელი. სიკვდილის მეუფება უსამართლობით დაიწყო და ამიტომ საწყისიც არამდგრადია. აბელი არა მხოლოდ მოკვდა პირველი, ამასთანავე იგი მოკვდა ძმის ხელით, არაბუნებრივი მოძალადური სიკვდილით. ასე რომ უსამართლობით დაწყებულმა სიკვდილის მეუფებამ დამხმარე ძალადობას მოუხმო და ამით დასასრულს მიუახლოვდა. მას ასე სოფლიოში სიკვდილი გამეფდა. მეფობა მისი იყო უსამართლო და მოძალადური და ამიტომაც არამყარი და ხანმოკლე. აი რას ამბობს წმინდა ათანასე დიდი თავის 61 კითხვა მიგებაში. ადამი პირველი რომ მომკვდარიყო, სიკვდილს მყარი საფუძველი ექნებოდა, რამე თუ უპირველესად შემცოდეს წაიყვანდა, მაგრამ რამდენადაც უსამართლოდ მოკვდინებული მიიღო, იმდენად მეუფება მისი სუსტია და მერყევი. თავიდანვე აღმოჩნდა, რომ სიკვდილი თუმც ის ტირანია, მისი მეუფება ადამიანთა მოდგმაზე ზღვარ დადებულია. მის ხელს დაუსხლტა ენუქი, რომელიც ცოცხლად იქნა ატაცებული სამოთხეში. მას გაექცა ცეცხლოვანი ეტლით ზეცაში აჭრილი ელია. ელიამ თავის მხრივ სიკვდილის მეუფებისაგან იხსნა სარეფთელი ქვრივის ვაჟი, ხოლო მისმა მოწაფემ ელისემ ვაჟი სომანიტელისა. მოგვიანებით მოვიდა განკაცებული ძე ღმრთისა, ღმერთი ცხოველთა და მკვდართა, შემუსვლელი სიკვდილისა და მას მთელი მისი არარაობა უჩვენა. მან სიკვდილს მხოლოდ ერთი სიტყვით, იაიროსის უკვე მკვდარი ასული წარსტაცა და აღადგინა ვითარცა ძილიდან. წარსტაცა ქვრივის ძე, რომელიც უკვე საფლავისაკენ მიჰქონდათ და ხელის ერთი შეხებით გააღვიძა იგი. სიკვდილს გამოსტაცა ლაზარე, რომელიც 4 დღისა მკვდარი ჯოჯოხეთს იყო ტყვეობაში და ერთი შეცახილით აღადგინა მისი გამხსნელი სხეული. წარსტაცა ჯოჯოხეთში იმდენ ხანს მყოფი უამრავი განსვენებული წმინდანი და სიცოცხლე დაუბრუნა მათ და ბოლოს უფალმა დასცა ტირანი და მოკლა სიკვდილი. მესამე დღეს აღმდგარმა მკვდრეთით მისი მეუფება დაამხო. ადამიანის ჩამომავლები, ჩვენ ყველანი ჩიტებივით ვიყავით მომწყდეული იმ საბედისირო ბადეში, რომელიც სიკვდილს ყველგან ჰქონდა გაშლილი. თვით იესოც იმავე ბადეში ევნო, ნებით და მოკვდა. მაგრამ ბადე გაგლიჯა, თავისი დიდებული აღდგომით პირველი ამაღლდა ზეცად და სიკვდილის მეუფებისაგან გვიხსნა. საფრთხე შეიმუსრა, ჩვენ განვერენით, შეწევნაი ჩვენი სახელითა უფლისაითა. ჩვენ ხსნილნი ვართ,
აღარა ვართ სიკვდილის თქვენი. უმზერთ მას და მისი მძვინვარე სახისა აღარ გვეშინია. ქრისტეს აღდგომამდე სიკვდილი საშინელი იყო ადამიანისათვის. აღდგომის შემდგომ კი ადამიანი თვითონ გახდა სიკვდილისათვის საშიში. მასაკეთ, რაც მკვდრეთით აღმდგარმა იესომ სიკვდილს ძლია, ქრისტეს მოწაფენი მას თამამად ამცირებენ. წმინდა მოწამე ყრმანი და ქალწულნიც კი დასცინიან. აი ძღვენი, აღმდგარი მეუფისა, დიადი შენაძენი, დიადი აღდგომისა. აღდგა ქრისტე და დათრგუნულია სიკვდილი. აღდგა ქრისტე და შეწყდა ხსნილება. აღდგა ქრისტე და გაბრწყინდა უკდავება. აღდგა ქრისტე და განიღო სამოთხე. სადაა სიკვდილო საწერტელი შენი, სადაა ჯოჯოხეთო ძლევარი შენი. ვეცემით როგორც მოკვდავნი, მაგრამ აღდგებით როგორც უკდავნი. საფლავის ბნელ ჯურღმულებში ვტუსაღებდით, მაგრამ სამეუფო ჯანხის ნეტარი ნათელი იქაც აღწევს და გვაცოცხლებს. ჩვენ სიკვდილს მოველით, მაგრამ წინასწარ ვჭვრეთ უკდავ ცხოვრებას, რისი პირობაც მაცხოვრის აღდგომამ დაგვიდო. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.